ეთუნა ნემსაძე ეთუნას არ ვიცი მე ალბათ ჩემი წარსული საქმიანობიდან გამომდინარე ცოტა ზედმეტად აკადემიური და ცოტა პედანტი ვარ ცოტა მაქსიმალისტიც და ყველა საქმეში ძალიან მიყვარს მოწესრიგებულად ორგანიზება, წარმართვა და ასე შემდეგ. არ ვიცი, ალბათ ეს პირველად ვახდენ ამ ტიპის კომუნიკაციას. ამ ადამიანში მე დავინახე, რომ ძალიან მსგავსი თვისება აქვს ეთუნას ის, რაც მე მაქვს. ეთუნა არის სერტიფიცირებული საზოგადოებრივი ბუღალტერი. ეს ქართულად ცოტა ესე ჟღერს, ეს CPA ალბათ ყველა მიცით, ეს არის საკმაოდ მაღალი რანგის სტატუსი საბუღალტრო და ფინანსური მიმართულებით. არ არის ეს მარტივი გზა, რომ ამ სტატუსს მიაღწიო ამერიკაში. იცით, რომ ამერიკაში თუნდაც პროფესიული გზა ყველა ეტაპზე ვართ დასაქმებულები, ჩვენ საქმეს ვაკეთებთ, მაგრამ საკმაოდ გრძელი გზა არის გასავლელი. რთული, მაგრამ თუ მივაღწიეთ სამაგიეროდ შედეგს ვიღებთ, ზუსტად ამიტომაც ვარ ამერიკაში, რომ ეს შესაძლებლობები გქონდეს. ეთუნა დღეს მე ძალიან ვთხოვე, რომ ამ შეხვედრას დასწრებოდა, რადგან ჩვენ მივიღებთ არაჩვეულებრივ კონსულტაციას, იმიტომ რომ ეთუნა არის პირველ რიგში კონსულტანტი, თუ საიდან როგორ უნდა დავიწყოთ, რაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება, იგივე ბიზნესის მიმართულებით, რაც არის, ვიცით, რომ გადასახადების გარეშე არა მარტო ბიზნესში, ჩვენ აქ როგორც პერსონალური პერსონები ვალდებული ვართ სახელმწიფოს წინაშე, რომ მაგარი შეხება მოვახდინოთ და ყველაზე მთავარი, დღეს რაზეც აუცილებლად რაღაც მონაკვეთში ვისაუბრებთ, ბიზნესი, რომელიც უკვე ფუნქციონირებს, ან კარიერული განვითარების რაღაც ეტაპზე ვართ და გვინდა გაზრდა. ეს ხო მარტივი არ არის, აუცილებლად სწორედ უნდა შეფასდეს ბიზნესი, რომ შემდგომი ნაბიჯი გადავდგათ, რომ არ დავკარგოთ დრო, ფინანსები და მივაღწიოთ გონივრულ წარმატებას და ესე ვთქვათ, ჩვენ ამბიციასთან რომ ბალანსი გქონდეს. ამის შესახებაც ეთუნასთან ნებისმიერ კითხვაზე შეგვიძლია. ტექნიკურ მხარეს ბიზნესის, ახლა ყველამ გავიგეთ, რომ ემოციური მხარე სად ვართ. ტექნიკური მხარე ბიზნესის, განსაკუთრებით ემიგრაციაში, ხა ჩემი სპეციალობა, ჩემი სფერო არის ფინანსები და ბუღალტერია და აქედან გამომდინარე, მოკლედ ჩვენ ეს ძალიან ისეთი შეზღუდული და მათემატიკურად გათვლილი სფერო გვაქვს. არ მოყვები იმას, რომ მოკლედ საბუთები და ენა და ასე შემდეგ ეს აუცილებელია, ნეტვორკი აუცილებელია, განსაკუთრებით აუცილებელია ნეტვორკი იმ ადამიანებთან, რომლებთან შეგიძლია ვალიდური ინფორმაცია მოიპოვო, რაც ძალიან ჭირს. არა მხოლოდ ჩვენს კომუნიტიში და ჩვენს სფეროში ჭირს, საზოგადოდ ჭირს, რომ იცოდე. ბევრი ადამიანი იძლევა რჩევას და მაქედან გამომდინარე ცოტა რთულია იმის გარკვევა, რომ რომელი ადამიანის რჩევა როგორ დილეტანტმა შეგიძლია გაითვალისწინო, სანამ ეს სოციალური სივრცე იყო ესე განვითარებული, მანამდე ყველამ ვიცოდით, რომ რაღაცა გვტკიო და მივედით ექიმთან, ეს ექიმი იყო ლაისენსირებული, ლიცენზირებული, ნასწავლი ჰქონდა, თავისი ოფისი ჰქონდა, მივედით დაუჯერეთ და დავლიეთ ანტიბიოტიკი. დღევანდელ დღეს ეგეთ რჩევებს იგივე ფინანსური მხრით ვიღებთ უამრავი ადამიანისგან. ამ რჩევების გადახარისხება არის ყველაზე დიდი პრობლემა ჩვენს სამყაროში დღევანდელობაში, იმიტომ რომ ძალიან ძნელია ახლა მაგალითად ეთერი ნემსაძე ამბობს, რომ იცით რა ეს საბუთი უნდა შეავსოთ, რომ თქვენ იყოთ კეთილსინდისიერად სახელმწიფოსთან, ვიღაც ამბობს იქ ადამიანი, რომ ეს არ უნდა შეავსოთ და თქვენთვის როგორც ადამიანისთვის ძალიან რთულია. აქედან გამომდინარე, ესეთი შეკრებები, სადაც რეკომენდირებული სპეციალისტები არიან, ვალიდური საიტები, რომლებიც ანუ ვებგვერდები, სადაც შეგიძლიათ ვალიდური ინფორმაციის მოპოვება ამა თუ იმ თემაზე, განსაკუთრებით ბუღალტრულზე, ფინანსურზე და ასე შემდეგ, ძალიან მნიშვნელოვანია. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია და მე ეგ როგორც პროფესიონალმა ვიცი, იქედან გამომდინარე, რომ ძალიან ბევრი უზუსტობა წამიკითხავს ამა თუ იმ ჯგუფში. არის ჯგუფები, სადაც 100,000 ადამიანია გაწევრიანებული და აბსოლუტურად არასწორი, არაპროფესიული ინფორმაცია იწერება.
მე არ ვიცახი რა უნდა იწერებოდეს. უნდა იწერებოდეს უბრალოდ ჩვენ როგორც მომხმარებელმა უნდა ვისწავლოთ გადახარისხება, რა არის ვალიდური ინფორმაცია, რომელ ადამიანს შეგვიძლია რაღაც ამბობს და ვენდოთ და რომელს არ შეგვიძლია. ეს ეხლა ზოგადად ვიტყვი, ეს ზოგადი მონახაზია იმისი, თუ რა არის მნიშვნელოვანი, როდესაც ადამიანი აპირებს ბიზნესს, როდესაც ხარ იმიგრანტი, როდესაც გაქვს უამრავი შეკითხვა შენ საბუთზე, შენ ენაზე, ბიზნესის დაწყებაში და ასე შემდეგ. ეხლა რაც შეეხება გარდა იდეისა, ძალიან ხშირად მინახავს ჩემი სფეროდან გამომდინარე. ფანტასტიკური იდეით, ძალიან შრომის მოყვარე ადამიანი, რომელსაც არ შეუძლია თვლა, მარტივად გეტყვით. და მისმა ბიზნესმა, აი, ზუსტად ერთი და იგივე ბიზნესი დაიწყო ორმა ადამიანმა, ერთი შეიძლება იყოს ბევრად უფრო მოტივირებული და ბევრად უფრო შემოქმედებითი იმ სფეროში, მაგრამ ვერ მიიღოს წარმატებული ვერ გახდეს, მეორე გახდეს წარმატებული. რატომ? იმიტომ რომ ის ითვლის ბევრად უკეთ. როდესაც გავწდებით იმ ფაზას უკვე, რომ ჩვენ გვაქვს კარგი იდეა, ჩვენ ვართ ძალიან მოტივირებულები, რომ ეს იდეა განმახორციელოთ, ჩავდოთ ჩვენი ენერგია ყველა დავეხმაროთ. შემდეგი ეტაპი არის აუცილებლად ის, რომ ზუსტად უნდა იცოდე ფინანსები რა არის საჭირო. ძალიან ბევრი პროფესიონალი, ძალიან ისეთ გაკვირვებით მიყურებს, როცა ვეუბნები, რომ უნდა დათვალოთ ამ ბიზნესის ხარჯი 1 წლის და ეს თანხა უნდა გედოთ. თუ თქვენ ამ ბიზნესს ყველაზე მინიმუმი ამ ბიზნესს თქვენ თვლით, რომ უნდა იყოს წარმატებული. არ შეიძლება გათვალოთ, რომ მე ხა დღეს ბიზნესს გავხსნი და ხვალ 2 თვის მერე მე ეს ბიზნესი წავა მოგებაზე, მე მოკლედ ქილა ერბოთი ვივლი და მე მოკლედ რაღაც სასახლე შევიწე. ფინანსები საერთოდ როგორც წესი და არასოდეს არ უნდა საკუთარ თავს უთხრა, რომ რაღაცას მე არ მაქვს მათემატიკური აზროვნება, ან მე არ მაქვს რაღაცას ბიზნესის. ამისთვის არიან პროფესიონალები. ეს აბსოლუტურად ყველამ უნდა გავიაზროთ. როდესაც მაგალითად რაღაც გაწუხებს და მიდიხარ ექიმთან, იმიტომ რომ შენ არ გძალბძის, არ შეგიძლია რომ ეს თემა შენ თვითონ გადაჭრა, საკუთარ თავს გამოუწერო, წამალი და ასე შემდეგ. ზუსტად იგივე დამოკიდებულებაა. არიცი. მოდით დავიწყოთ ჩემი პროფესიით, ხო? არიცი კანონმდებლობა, არიცი საგადასახადო სისტემა, დაწყებისთანავე არიცი რა ტიპის კომპანია უნდა შექმნა, რომ იქედან გამომდინარე თუ რა გინდა შემდეგ განავრცო, რომ უკეთეს პოზიციაში იყო 1 წლის შემდეგ. როცა დაიწყებ არასწორად ბიზნესს, იმიტომ რომ თვლი რომ ხარ ძალიან ჭკვიანი და წაიკითხე და ყველაფერი გაიგე. ჯერ დავიწყოთ იქედან, რომ გამოცდილებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მე თუ მუშაობ სადღაც მაგალითად 15 წელი და ვნახე ერთი ბიზნესი, ერთმა ბიზნესმა ვერ გაამართლა, მეორე, მესამემ. ამათთან ყველასთან გვაქვს ურთიერთობა და ვიცი, რომ აი ეს თანხა უნდა გქონდეს, აი ეს ადამიანი უნდა ყავდეს. მაგალითად რესტორანი ძალიან ხშირად ხა რაც ძალიან კარგია, ბევრი ქართული რესტორანი იხსნება, ძალიან ხშირად არის. სახლში რო კარგ კერძს აკეთებ, არ ხარ რესტორნის კარგი მზარეული. ის რომ მეუღლეს და შვილებს, რომლებიც უკვე მიჩვეულები არიან შენს დამზადებულ კერძებს და მოწონთ შენი კერძები, არ ნიშნავს, რომ რესტორნისთვის მზად ხარ. ანუ ძალიან უნდა ბიზნესის საწყისი უნდა იყოს უნდა გქონდეს რაღაც ზღვარი, რომელიც აკმაყოფილებს საზოგადოდ ამ ბიზნესის მოთხოვნებს. ფინანსურს, იქნება თუ ბუღალტრული იქნება თუ კანონმდებლობა იქნება და როდესაც ეს არ ვიცით და ეს თუ პროფესიონალი არ ხარ, უნდა უთხრა შენ თავს რომ არ იცი და არ უნდა გქონდეს ილუზია რომ მე ეს იმიტომ რომ მე გადასარევად ვიცი ენა და მე ხა ეს ფურცელი კარგად წავიკითხე დღეს ქართულ სამყაროში ვარ და ჩემი კლიენტების 90% ქართველები არიან მინდა გულით, მაგრამ ამ ეტაპზე არ გამაჩნია რესურსი, ადამიანური რესურსი არ გამაჩნია. ამიტომაც არის მოკლედ აქედან წამოვიდა ეს იდეა რომ გქონდეს ესეთი სივრცე, სადაც იქნება კარგი მომსახურეობა და ვითვალისწინებ იმას, რომ აი როდესაც დარეკავთ და კითხულობთ ისეთ შეკითხვებს, რომლებიც არის შეიძლება ძალიან ჭყალებში ვიძახი სულელური, აუცილებლად მიიღებთ მაგაზე პატივისცემით და ადეკვატურ პასუხს. რაც არ უნდა იყოს ეს შეკითხვა. ეს ითვლება ჩემი აზრით, ეს ითვლება კარგ მაღალ ხარისხის მომსახურებად. მე მაგალითად ზუსტად ამას ვეძახი, მე პირადად როცა ექიმთან მივდივარ,
მე არ მინდა რომ მან მაგრძნობინოს რომ ჩემი შეკითხვა არის სულელური და შეიძლება ძალიან ხშირად არის, მაგრამ მინდა რომ ესე იყოს. გასაგებ ენაზე. კი ბატონო. ალბათ ყველას ქონია შემთხვევა, რომ პროფესიონალთან არ აქვს მნიშვნელობა რა მიმართულებით. თუნდაც მარკეტოლოგი, IT-შნიკები განსაკუთრებით. ესე იგი, თავის პრეზენტაციას აღწევენ იმ ტერმინოლოგიით, რომელიც ჩვენთვის არის გაუგებარი. ზუსტად განსაკუთრებით მომსახურების სფეროში, ვინც მუშაობთ, ჩემთვის ყოველთვის პრიორიტეტია, რომ ადამიანი რომ დამირეკავს ან შევხვდები, დაახლოებით ტიპაჟი ამოვიცნო და ზუსტად ნათიას თემები არის ის, რომ შენი პიროვნული განვითარება და კლიენტთან ურთიერთობა თუ არ იცნობ შენ კლიენტს რაღაცა დონეზე მაინც ძალიან რთულია, საჭიროა რომ ის ენაზე მივაწოდოთ ინფორმაცია, დისკომფორტი არ შეუქმნათ, ნამდვილად. ის ხო იზრდება. ის მარტივი შეკითხვით იწყებს, მაგრამ ნელ-ნელა პროფესიონალებთან ურთიერთობა ზუსტად იმას გვაძლევს, რომ ჩვენთვის საინტერესო მიმართულებაში ჩვენ თვითონ ხდებით პროფესიონალები. ეს არის რეალურად, ხომ? გამოცდილება გვაძლევს ძალიან დიდ წარმატებას. და რეალურად ესეთი შეხვედრების, აი მთავარი მიზანიც ეს არის, რომ ამოვიცნოთ და გქონდეს რაღაც აი ბაზა პროფესიონალების, სადაც შეგიძლია უკვე იცი, რომ აი მე შემიძლია ამაზე მაგალითად მივმართო. მაგალითად მე შემიძლია ბოტოქსზე სოფოს მიმართო.